ყველა საეტაპო ძეგლზე, როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი ფაქტობრივად ფრესკები, ცვივა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თიაონიანმა კულტურის კომიტეტის ხდომაზე განაცხადა. უზარმაზარი პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებაში. ყველა საეტაპო ძეგლზე, როგორიც არის რა გითხრათ, ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი ფაქტობრივად ფრესკები, ცვივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე პირველ ყოვლისა დავგეგმოთ ის სამუშაოები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და რის გამო ეს გამოწვეული ხომ, ან სახურავიდან ჩადის წყალი, ან კაპილარული აწობის შედეგად მიწიდან ხდება აი ამ ტაძრების დანესტიანება. ანუ პირველ ყოვლისა უნდა აღმოვუხრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. თუმცა აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს. გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა, თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი, რა ჭირს კედლის მხატვრობას. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, იმათმა გვითხრან დასვან დიაგნოზი, მაგრამ მეორეა როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ. და რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი არ ვაკნინებ ქართულ კედლის მხატვრობის კონსერვატორებს და მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის, მაგრამ უყურეთ გვაჩვენა ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერი აქვს. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ რომ არ გავაფუჭოთ ის, რაც გვაქვს, აუცილებელია, რომ ხანგრძლივი მხოლოდ და მხოლოდ დეტალური კვლევების საფუძველზე დავიწყოთ ესეთი ძეგლების რეაბილიტაცია. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ და უკვე დავალებული აქვს შესაბამის ჯგუფს, მოვიძიეთ ინსტიტუციები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ლაბორატორიები, ყავთ დარგისში ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც რეკომენდირებულია იუნესკოს მრჩეველი, რომლებიც თანამშრომლობენ იუნესკოს მრჩეველ ორგანიზაციებთან და ვგეგმავთ აი ასეთი ტიპის ინსტიტუციებთან თანამშრომლობის დაწყებას, რომ მათ გამოგვიგზავნონ, მოავლინონ სპეციალისტები, რომლებიც პირველ ყოვლისა აიღებენ სინჯებს, ლაბორატორიულ ანალიზებს, გამოიკვლევენ, დასვამენ ზუსტ დიაგნოზს, ანუ რა ჭირს, რის გამო ხდება, რის გამოა დაზიანებული ესა თუ ის ფრესკა და შემდგომში უკვე მოგცემენ რეცეპტს, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ სოკოს სახეობას, ამა თუ იმ მარილს და ასე შემდეგ. და ასევე ჩვენ გვინდა რომ ეს თანამშრომლობა იყოს იმდაგვარი რომ როცა უკვე დაიწყება აი ამ უკვე მზა რეცეპტის საფუძველზე რეაბილიტაცია, აი ამ პროცესში აუცილებლად კონსერვაციის პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი სპეციალისტები. თიაონიანმა ასევე ისაუბრა გელათში ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თქმით, როდის დასრულდება ტაძრის რესტავრაციის სამუშაოები, რთულია სათქმელად. რადგან გელათის მოზაიკის თაობაზე გაინტერესებთ, უფრო დეტალურად შევეხები, ანუ ჯერ ვართ პრევენციული კონსერვაციის ეტაპზე და სრული კონსერვაციისთვის საჭიროა რომ ის მომზადებული დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს სრული კონსერვაციის მეთოდოლოგიას და ჩასატარებელ სამუშაოებს, აი ეს სამუშაოები დაიწყება მხოლოდ იუნესკოსთან შეთანხმების შემდეგ. ანუ პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, არ ჩერდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ და სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ გელათის მოზაიკა შეინარჩუნებს თავის სახეს და უკეთესად კონსერვირებული, რესტავრირებული იქნება სულ რამდენიმე წელში.
სრულად როდის დასრულდება გელათის კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები არის ძალიან რთული სათქმელი, იმიტომ რომ კვლევის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ეხლა დაიწყო გადახურვის კვლევა, რაც არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ამ ტაძრისთვის, იმისათვის რომ ტაძარი მოექცეს გადახურვაში და მოიხსნას ეს დროებითი გადახურვის კონსტრუქცია. ეს იქნება სავარაუდოდ გრძელვადიანი სამუშაოები და რა გითხრათ ზუსტი თქვა იმისა, როდის დასრულდება გელათის რესტავრაცია არის ძალიან რთული სათქმელი.